რუსული ეროვნული ხასიათის მთავარი მახასიათებელი სისასტიკეა და ეს სისასტიკე სადისტურია. მე არ ვსაუბრობ სისასტიკის ინდივიდუალურ აფეთქებებზე, არამედ ფსიქიკაზე, ხალხის სულზე. გადავხედე ერთი სასამართლოს არქივს 1901-1910 წლებისას და მე შევძრწუნდი ხალხის დაუჯერებელი არასათანადო მოპყრობის გამო. საერთოდ რუსეთში ყველა სიამოვნებით სცემს ვიღაცას, ხალხი ცემას სასარგებლოდ თulis, გამოთქმაც კი აქვთ ერთი ნაცემისთვის ორს იძლევიანო. 1917-1919 წლებში გლეხებმა დატყვევებული წითელი გვარდიელები თავდაყირა დამარხეს ისე ღრმად, რომ მათი მხოლოდ ფეხები ჩანდა მიწიდან. ისინი კი იცინოდნენ იმაზე, თუ როგორ კანკალებდა ეს ფეხები. ან ხეზე მაღლა აკრავდნენ ცალი ხელით და ფეხით და ტკბებოდნენ მსხვერპლის ტანჯვით. წითელი გვარდია ცოცხალ ტყვედ ჩავარდნილ დენიკინის კონტრრევოლუციონერებს ტყავს საძრობდნენ და თავში ლურსმნებს არჭობდნენ. მხრებზე კი კანს ამოაჭრიდნენ ხოლმე, როგორც ოფიცრის ეპოლეტებს. მაქსიმ გორკი, რუსი მწერალი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი, ეგრეთ წოდებული სოციალისტური რეალიზმისა და საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებელი, რუსი გლეხობის შესახებ 1922 წელი.